ხო და მინდა მოგიყვეთ ჩემი ნაქარგის შესახებ და ქარგვის შესახებ. მე დიდი ხანი არ არის რაც ვქარგავ და ქარგავდი ადრე კანვაზე და შემდეგ გადავედი ესეთ ტილოზე, ეგრეთ წოდებულ რავნამერკაზე. გაჩვენებთ ერთ დამთავრებულ ნამუშევარს. ეს არის მირაბილიას სქემით მოქარგული გოგონა. ამას ახლავს თავისი ტექსტი ლამაზი, რომელსაც მე წაგიკითხავთ. დავწერ ტექსტის სახით ჩასმას გავაკეთებ. ქარგავდი ძალიან ცოტა ხანი, ძალიან უცბად მოიქარგა. ეს არის გოგონა საქანელაზე. ამას აქვს სულ ჯვარედინი ნაქარგი და ფონი აქვს დატოვებული ტილოსი მოუქარგავი. გამოყენებული არის ასევე ბისერი. ძალიან ლამაზი. უკნიდანაც აი ესეთია. ეს რომ დავამთავრე, შემდეგ გადავწყვიტე მომექარგა ერთი ძალიან ძვირფასი სქემით, რომელსაც ახლა გაჩვენებთ. ეს არის ხელში ჩამივარდა ესეთი სქემა, რომელიც არის ჩვენთან თითქმის უცნობი, just none ესე ქვია და არის ძალიან ძვირფასი. ამას შიგნით აქვს თავისი სქემა და აი ეს მარტო ესე ფურცელი და რამდენიმე წვრილი ელემენტები მოყვება. აი ასე. თავისი ბისერი, სადაც ბისერი გამოიყენება და აი აქ თუ ხედავთ არის ფერადი შეღებილი ძაფი, რომელიც ამას შიგნით უდევს. აი ეს ძაფი. და აი ეს ბისერი, რომელიც აქვე გამოიყენება. და აი ეს მინდა რომ დავიწყო. ამისათვის მოვამზადე აი ეს ტილო, რომელიც არის ასევე კარგი ხარისხის გერმანული ცვაიგარტის ტილო და ეგრეთ წოდებული რავნამერკა და უნდა დავიწყო აი აქედან უკვე ქარგვა. ამ სქემაში მითითებული არის თითეული ასე ვთქვათ, აქ არის არა მარტო ჯვარედინი ქარგვა, არამედ არის რა ვიცი ქართულად როგორ დავარქვათ, რაღაც ბიჯები, რომელიც არის მარტივი. აი აქ ამ რიგში მიყვება და აი აქ არის მოცემული თუ რომელი როგორ კეთდება. აქ არის ძაფები მოცემული. ძაფები მოყვება აი ესეთი. კი არა მოყვება, მოვიძიე აი ესეთი. ალბათ უფრო ესეთი სისქის უნდა, აი არ რაღაც ირისის მსგავსი, ოღონდ ირისზე ცოტათი ვიწრო, წვრილი. და ეს ნახე ფერის მიხედვით უკვე, სისქის მიხედვით ვეღარ მოვიძიე ვერაფერი და ერთი ესეთი თეთრი. ამ სისქეს რომ მივაღწიო, ალბათ ამებს ორ ფენად გამოვიყენებ. და გამოიყენება ასევე ირისის ჩვეულებრივი DMC-ები. გამოიყენება ასევე ჩვეულებრივი DMC-ები, აი ეს ფერები, რომლებიც აი ამებთან შესაბამისობაში ვეძებებ. ეს არის ეს კანვა, რომელსაც ვიყენებ ახლა, ტილო ცვაიგარტის ლინდას. ლინდა ცვაიგარტის ლინდა 27 კაუნტი. ანუ ეს რომ კანვაზე ვიგულისხმოთ, ეს გამოვა დაახლოებით 14-იანი კანვა რო აიღოთ, აი ამ სიდიდის უჯრედები იქნება.
ამაზე მოვქარგავ ორი ძაფის ძაფით აღებულ უჯრაზე, ანუ ორ ძაფზე გადავიყვან ჯვარედინ ქარგვას, ასე ვთქვათ. შემდეგ შედეგებსაც გაჩვენებთ, როგორც კი დავიწყებ. დამელოდეთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეს არის წინაზე რომ გაჩვენეთ დამთავრებული ნაქარგი, რომელიც არის მირაბილი, ასე გადავჭიმია ესე კარტონზე, რომ შემდეგ ადვილად ჩავსვა ჩარჩოში. ასე უკან ძაფებით გადავჭიმე და არის ესეთი ლამაზი. ეს დავამთავრე. შემდეგი არის, რომელიც დავიწყე 2 მარტს და ჩავწერე ვიდეო რომ ვიწყებდი. დავამთავრე 22 მარტს 20 დღე ვქარგე. ძალიან მარტივი მოსაქარგი იყო. თავიდან მეგონა რომ რთული იყო, იმიტომ რაღაცები თითქოს ვერ გავიგე, მაგრამ შემდეგ ძალიან ადვილად წავიდა. გაჩვენებთ ახლოდან. აქ არის გამოყენებული სქელი ძაფები. საბნის ძაფებს ეძახიან, ჩვენთან 8 ნომერი ძაფია თუ არ ვცდები. და ეს არის ჯვარედინი ქარგვა. შემდეგ მოდის აი აქ ესეთი, რა ვიცი, ხაზოვანი ქარგვა თუ კონტურული. აი აქაც ეს ყველა სათითაოდ იყო მაგალითი მოცემული იმ სქემაში. აი ეს არის მაგისი სქემები. ეს არის ასევე ესეც კონტურული ქარგვა, რომელთაც უზორები გამოდის. ეს ფერადი ძაფი, გარდამავალი ძაფი, მაგას თვითონ მოყვებოდა. ესეც ასევე ესეთი კონტურებით ქარგვა. ესე გრძელდებოდა. აი აქ არის გაკეთებული, აი ამ პატარა თვლებს თუ ხედავთ, ეს არის ალჟირული თვალი, თუ არ ვცდები, ესე ეძახიან. ესეც ერთ-ერთი ორნამენტია, ცოტა განსხვავებული ვიდრე იყო აი ეს. შემდეგ იმ სქემას თვითონ ეწერა მარტო remember, მაგრამ მე ცოტა შევცვალე, სხვა სიტყვებით დავამატე და ბოლოს მოდის აი ესეთი აჟურული ნაქარგი. შემდეგ აქვს გაფორმებები ბისერით, რომელიც თვითონ მოყვებოდა, ბისერებით და პატარა მრგვალი მძივებით. მრგვალი თეთრი მძივებით აი ამებით. აი ესე ლამაზად დამთავრდა ამისი ქარგვა. აი ესეთი იყო. მოყვებოდა, აი ესეთი სქემები მოყვება, რომ თანმიმდევრობა არ დავარღვიოთ და მოყვებოდა აი ეს და ასევე დარჩა კიდევაც. ეს ალბათ კიდევ ერთ ნაქარგს ეგეთივეს მოკარგავს. აი ესეთ ჩარჩოში ჩავსვამ ამასაც, ამასაც კარტონზე გადავჭიმავ, როგორც ის გადავჭიმე და იქნება დამთავრებული ესაც. ამის შემდეგ მინდა დავიწყო ჰარდანგერი, რომელსაც ჯერ კარგად მოვიფიქრებ, გადავწყვიტავ და მერე დავიწყებ და მანამდე მაქვს ესეთი შუალედური პატარა ნაქარგი, ეს იქნება ქართული ხევსურულ სტილში ჯვრებიანი ნაქარგი. რამდენიმე წვრილ ზოლს გავაკეთებ. შევარჩია ესეთი ძაფები, ნახოთ როგორ მოუხდება. ასევე რახან აპრილი მოდის და გვაქვს აღდგომა, მაქვს მოფიქრებული ესეთი უკრაინულ სტილში გავაკეთო, პისანგი ქვია, სანთლით კეთდება. ესეთი იარაღი მაქვს, რამდენი წელია უკვე მოვამზადე. სანთლით კეთდება, სანთელზე ცხელდება და ემითი ხატავ. შემდეგ ჩაყოფ ფერებში, ეს ფერები ვიყიდე, ცალკე ფერები არსებობს
აი მაგალითად ეს ლურჯია, არის ყვითელი, წითელი. აი გამოყენებული რაც მაქვს. ყვითელი, წითელი, მწვანე სამწუხაროდ არ ჩანს, მაგრამ შემდეგზე ისე გავაკეთებ, რომ მწვანეც გამოჩნდეს და ლურჯი. მერე ყველა ფერს ერთად როცა იყენებ, უკვე ხდება შავი. პირველი მცდელობისთვის მგონი არ აუშავს, იმიტომ რომ ცოტა კლაკნილი ხაზებია. ვფიქრობ, ლამაზიც არის ეს კლაკნილად რო გამოვიდა, მაგრამ უფრო მეტი სიზუსტე რო დავიცვათ და უფრო კარგი გამოვიდეთ, გადავწყვიტე ესეთი ტუშით, ტუშ კალამით, ესეთით გამეკეთებია ცოტა კონტურები. აი აქ უკვე ჩანს, რომ ეს ესეთი ცოტა დაბრეცილი და დაკლაკნილი ხაზები რო არ მქონდეს, ცოტათი კონტურებით მოვიყვანე. თანაც აი აქ მუქი ლურჯია და ეს შავი შიგნით ისე კარგად ჩაჯდება, რომ არ იქნება გამოკვეთილი და ვფიქრობ ცოტათი დაუხვეწავ ამითი ამ ნახატს. თუმცა ისედაც მომწონს, აი როგორია. აქვს აგერა ეგ რაღაც ხარვეზები და რაღაც ცოტათი არ მომწონს და იმიტომ ცოტა დავაკონტურებ. ვფიქრობ, კარგი გამოვიდა. ამ ეტაპზე ჩემი საქმეები დამთავრდა და შემდეგ კიდევ შემოგიერთდებით, როდესაც კიდევ სხვა კვერცხებს გავაკეთებ, ასე რომ დარჩით ჩემთან. მინდა გაჩვენოთ ესეთი თარო. პატარა თაროა, აქვს პატარა 4 უჯრა. უჯრები არის აგერ. ეს თარო თავის დროზე იყო ძალიან მტრიანი. მერე მოხვდა ძალიან ნესტიან ადგილას და რომ წამოვიღე, უკვე იყო ძალიან შავ მდგომარეობაში, აღარ შეეხედებოდა. ეხლა ვცდილობ იგივე გადავარჩინო. წაუსვი ემულსია და აი რაც გაბერილი ადგილები ქონდა, ეს ზედაპირი ქონდა გაბერილი ძალიან, ესენი დავაწებე. ცოტა აქვს კიდე გაბერილობა. ეხლა ამ ზედაპირს ემულსიის ერთი ფენა უსვია და მერე წაусმევ ყველგან. მერე შევღებავ თეთრად. და მერე მინდა გავაკეთო ზედ სალფეტკის დეკუპაჟი, ღია ფერებში და ასეთი საშინელი შესახედავი აღარ იქნება. ესეთი 4 უჯრა აქვს ქვემოთ და ამ უჯრებსაც რაღაცას კიდევ გავუკეთებ და გახდება ლამაზი. ჯერ ამ ეტაპზეა.